ისევ ექიმი იქნებოდი? ალბათ პილოტი. აფრენის და დაფრენის პროცესი ძალიან გავს ძიმე პაციენტებთან მუშაობის პროცესს. შემთხვევა, რომელიც დღემდე გახსოვს. აი ამ ბიჭის თვალები არ დამოვიწყდება. სიკვდილთან როგორ ადაპტირებ? ყველა შემთხვევას კარგი გამოსავალი არ აქვს. სიკვდილი რაღაცნაირად გაგვიშინაურდა. ემოციურად ეს ძალიან რთულია. იქიმიც ადამიანია. ინტიმური ხასიათის შეკითხვა მინდა დაგისვა. ძალიან ახლობელი ძიმე პაციენტი მიგიღია? მიღია. ჩვენ თქვენთან ერთად ვკვდებით მეთქი და თქვენთან ერთად ცოცხლდებით. ღმერთი ერევა მედიცინაში თუ ღმერთია ექიმი? გამარჯობა, უყურებთ პოდკასტს ექიმი მიკროფონთან და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად ყოველ დღე დგას სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვართან, რომელიც ყოველდღიურად ძალიან ბევრ პაციენტს იღებს ისეთ პაციენტს, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც მიდიან ხოლმე მასთან პაციენტები და რომ გამოჯამრთელდებიან, მე იმ პაციენტებს ავიწყდებათ, რომ სწორედ ეს ის ადამიანია, რომელმაც ის გადაარჩინა. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო პოდკასტი გველოდება, თქვენ ინტერნეტში დროს ფუჭად არ დაკარგავთ, გვიყურეთ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ, კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩემი მეგობარი ოთარ დიხამინჯია, ოთო, მოგესალმები, მადლობა, დიდი რომ მოხვედი. ხანდახან სულ მგონია ხოლმე რომ ერთხელაც ჩემ ტელეფონს აღარ უპასუხებ. იმიტომ რომ როგორ ვარიცი რომ ხო ძალიან ბევრი თბილისი პატარა ქალაქია და შენთან კლინიკაში კავკასიის მედიცინის ცენტრში, როდესაც ხვდებიან პაციენტები, ყველა გირეკავს, ხო, იქ რა ხდება, როგორ არის და მე სულ ესე ოთო რა ხდება ამ პაციენტზე, ოთო რა ხდება იმ პაციენტზე და რომ მეტყვიან ოთო არის ადგილზეა, ყოველთვის ძალიან მშვიდად ვარ, ამას ძალიან გულწრფელად გეუბნები და ძალიან გულწრფელად მინდა გითხრა ისიც, რომ რაღაცნაირი ექიმი ხარ, იცი, გულისხმიერი ხარ ძალიან და ყოველთვის შეგიძლია ადამიანის დამშვიდება და რა ვიცი, გარდა იმისა, რომ მეგობრობ ჩვენ, მადლობა მინდა როგორც ადამიანმა ადამიანს უთხრას, რომ რაღაცნაირი ხარ, მართლა ძალიან მშვიდად ვარ, როცა შენი გჩნდები, სადაც საჭიროა. როგორ დაიწყე ეს ყველაფერი, როგორ მოხვდი იარში, ამ გადაუდებელი მედიცინის დახმარების დეპარტამენტში, იმიტომ რომ მე შემთხვევით არ ვთქვი ის, რომ შენ ხარ ექიმი, რომელიც იმ კრიტიკულ მომენტში ხარ და მე ის ადამიანი გამოჯანმრთელდება, წავა და ყველას ავიწყდება, რომ იმ წუთებში, იმ წამს შენ რომ არ ყოფილიყავი, შენ რომ არ გემოქმედა ისე როგორც იმოქმედა, იმ ადამიანს შეიძლება სიცოცხლე დაეკარგა. მოგესალმები, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ გადაცემათაც იქ დიდი წარმატება ელისინ, გამომდინარე შენი შესაძლებლობებიდან გიორგი გადევნებ თვალყურს დიდი ხანია ამ ასპარეზზე და მადლობა. ნამდვილად დიდი წარმატება ელის თქვენს გადაცემას. რა შეეხება ჩემი გზის დასაწყის, ზოგადად თვითონ ეს დარგი არის საქართველოში ძალიან ახალი დარგი, გადაუდებელი მედიცინა და მისი ოფიციალურად დაარსება არის 2014 წლიდან, როდესაც ის ცალკე სპეციალობად დარეგისტრირდა, მაგრამ ხო, თავიდან ძალიან ჭირდა ხოლმე კადრები, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ როდესაც გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი კომპლექტდებოდა, ყოველთვის ძალიან ჭირდა, რომ საჭირო კადრი, ვისაც ლიცენზია ექნებოდა, გეპოვნა. დიახ. თვითონ იდეა არსებობდა, რომ ეს დარგი ჭირდება ქვეყანას, მით უმეტეს ჰოსპიტალური სექტორის განვითარება ამ დარგის გარეშე წარმოუდგენელი არის. თუმცა საჭირო იყო შესაბამისი კადრების მომზადება და პროფესიული ზრდნა ამ კადრების და შემდეგ ამ დარგის დაარსება საქართველოში. და ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ, რომლებმაც 2009-2010 წელს ემურის უნივერსიტეტის დაფინანსებით კენ უოკერი რაც გარდაცვლილი, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს. ზოგადად საქართველოში ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა კენ უოკერმა და ერთ-ერთი იყო გადაუდებელი მედიცინა. რესპუბლიკური საავტობუსო ბაზაზე დაარსა პირველი ერთობლივი სარეზიდენტო პროგრამა, ეს იყო საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ემურის უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამა, რომელიც მინი რეზიდენტური სახელით არის ცნობილი, რადგან ეს სწავლება ამერიკაში არის 3 წელი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში იყო საჭიროება უკვე ამ სპეციალობის დარეგისტრირების და სპეციალისტების ესე ვთქვათ დანიშვნის, ფორსირებულად გაკეთდა
და იყო ერთწლიანი ეს პროგრამა. და ამიტომ mini residentуრის პროგრამა დაერქვა მაშინვე ამ პროგრამას. და ამ პროგრამის შემდეგ გაიცა უკვე ლიცენზია. ამ პროგრამის შემდეგ 20 ქართული ექიმი გადაუმზადდით ჩვენ, ძირითადად ინსტრუქტორები ჩამოდიოდნენ ემორის უნივერსიტეტის ცნობილი ექიმები. მთელი ეს სასწავლო პროგრამა მათ მიერ იქნა შექმნილი და მოწოდებული. და აი ამ პროგრამის დასრულების, წარმატებით დასრულების შემდეგ 20 ქართულმა ექიმმა მივიღეთ შესაბამისი სერტიფიკატები და დაარსდა ეს სპეციალობა როგორც გადაუდებელი მედიცინა 2014 წლიდან. ხო და რატო იყო აი რა იყო რომ აი ხო შეიძლება გადაუდებელ მედიცინაში რატო შეხვდე? მე პირადად აი ძალიან მინდოდა გამოსულიყავი მე ხო სამედიცინო განათლება, მაგრამ ტრავმატოლოგი გამოსულიყავი. ხო, მე ვერ გამოვედი ტრავმატოლოგი, მაგრამ აი შე რატო არჩიეს გადაუდებელი მედიცინა? იმიტომ რომ უყურე რა არის ემოციური თვალსაზრისით მეც რომ შევხედო ხო ძალიან რთული აი მარტო გადაუდებელი დეპარტამენტი შიგნით რა ხდება კი არა გარეთ რა ხდება როდესაც მაგალითად პაციენტების ახლობლები არიან შეკრებილები ხო ეს არის ყველაზე უფრო მეტად გაურკვეველი მდგომარეობა პაციენტის ახლობლებისთვის რომლებიც პაციენტს გულშემატკივრობენ ხო რა იქნება როგორ იქნება ემოციურად ეს ძალიან რთულია და აი რატო დაიწყე, რატო შეხვედი აი გადაუდებელ მედიცინაში? საინტერესო კითხვა არის. თავიდან ინსპირაცია იყო პირველი გადაუდებელი, მოზრდილთა გადაუდებელი განყოფილების არსებობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კი, მახსოვს მე სტუდენტობის ხო? აი ძალიან რეანიმაციას ეძახდნენ ხო? კი, რეანიმაციას ეძახდნენ. თავიდან სიმართლე გითხრათ, მეც რეანიმაცია მეგონა, სანამ მე სიღრმეებს არ ჩაუწვდი და არ გავარკვიე რას ნიშნავდა ეს სპეციალობა. დაკიდან წამოვიდა ეს ინსპირაცია და როდესაც გამოცხადდა უკვე კონკურსი, რომ 20 ქართული ექიმი უნდა გადამზადებულიყო ამ სპეციალობაში, მაშინ ძალიან დიდი ინტერესი გამოუდგია ამასთან დაკავშირებით. და კიდე ერთი ძალიან საინტერესო ესეთი ფრაზა ახსენდება. ერთი წლის წინ მე მომიწია ყოფნა სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემორის უნივერსიტეტში. და იქ ერთ-ერთ ძალიან დიდ კონფერენციას დავესწარი. და ამ კონფერენციაზე ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა სხვათა შორის თეთრ სახლს თორმე თავის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება. ხო, ტრამპს თავის გადაუდებელი მედიცინის. ხო, და იქ საკმაოდ ისეთი ცნობილი მიმართულება არის ეს და იქაური ერთ-ერთი ძალიან ხელმძღვანელი პირი გადაუდებელი მედიცინის ექიმი ჩამოგზავნა იმ კონფერენციაზე, რომელიც ატლანტაში გაიმართა და ძალიან საინტერესო ისეთი სლაიდი წარმოადგინა, რომ თქვენ შესაძლებელია რომ გადაუდებელი მედიცინის ექიმი წაიყვანოთ ემერჯენსის განყოფილებიდან, მაგრამ ვერასოდეს ვერ წაიღებთ ემერჯენსის განყოფილებას გადაუდებელი მედიცინის ტვინიდან. ანუ დაახლოებით ეს პროცესი ხდება. წარმოიდგინეთ თქვენ ესე იგი ადგილზე ხარ თუ არა ფიზიკურად, მე არ ერთხელ მიფიქრია ამასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა გარემოში როდესაც ხვდები ხოლმე, ეს იქნება ჩემს სახლში თუ სადმე არაფორმალურ გარემოში, ხშირად ჩემი ტვინი, ჩემი ემოციები, ჩემი გონება მაინც უკავშირდება ჩემს განყოფილებას რა. იქ დარჩენილ პაციენტებს, სხვა რთულ შემთხვევებს. და ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც აროს არ თავდება რა. და არ გღლის მე, აი, შენ ხომ მეუბნები რომ მუდმივი პროცესია, რომელიც არასდროს არ მთავრდება. და თან უყურე ხა მე თავისუფლებას მივცემ რომ თქვა შენ დახასიათებასთან დაკავშირებით ერთი შენი ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი რომ აი საოცრად მშვიდი ადამიანიც ხარ ხო აი მე მუშაობის პროცესშიც მინახი ხარ და ისე როდესაც ვთქვა პაციენტის რაღაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვამენეჯმენტებთ ხოლმე ან რაღაცებს გითხულობ და აი ძალიან მშვიდი ხარ და აი მუდმივად ეს გრძელდება აი როგორ ახერხებ ამ მუდმივობაში ამ სიმშვიდის შენარჩუნებას საინტერესო კითხვა არის სიმშვიდე ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა რომელიც ჩვენი სპეციალობის ექიმს უნდა გქონდეს ეს არის შინაგანი სიმშვიდე რა თქმა უნდა მღელვარება და ყოველთვის ახლავს ჩვენ აი ამ პროცესს იმიტომ რომ იქ არ არის მარტივი მუშაობა არც ემოციურად არც ფიზიკურად არც ინტელექტუალურად მაგრამ უნდა შეეცადრო სიმშვიდე იპოვნო რა და ყოველთვის მახსენდება სხვათა შორის ერთხელ ერთ-ერთ განაცემას ვადევნებდი თვალყურს და იქ ცნობილი ის მოიყვანეს ამონარიდი დავით მეფსალმონის სიტყვები და რომ აი როდესაც ადამიანს განსასწრელი კიდგება ყოველთვის თქვია რომ მოიხსენე უბრალოდ დავით და სიმშვიდე მესი და რაღაცა ეს სიტყვები ჩავჭა მაშინ გონებაში და როცა არის ხოლმე ესეთი საკმაოდ რთული და გადაოლახავი ერთი შეხედვით სიტუაციებს უმახსენდება ეს სიტყვები და რაღაცნაირად სიმშვიდე მეუფლება ხოლმე რა მაგრამ ამ სიმშვიდის გარდა აუცილებელია ქმედება ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ერთმანეთს აბალანსებს შენი შინაგანი სიმშვიდე და სწრაფი გადაწყვეტილების უნარი. ალბათ ეს ორი მთავარი თვისება არის, რითიც უნდა გამოირჩეოდეს ჩვენ სპეციალობაში მომუშავე ექიმი რა.
იცი რა არის ხა ფსალმუნი ახსენე და რა მინდა გკითხო, იცი ცოტა ისეთი ინტიმური ხასიათის შეკითხვა მინდა დაგისვა. აი ხა მართლა სიკვდილ სიცოცხლეს ებრძვა ხოლმე ღმერთის წამს, ანუ ღმერთი ერევა მედიცინაში თუ ღმერთია ექიმი. იცით როგორ არის პირდაპირ კითხვით რომ რა თქმა უნდა წამს და მე ვთვლი რომ თავი შემოქმედი მაინც არის ღმერთი. და აი რა გაძლევს, აი რატო? ეს არის რწმენა და პრაქტიკაში ეს რწმენა რა თქმა უნდა. აი წარმოიდგინეთ, აი რწმენა ძალიან ისეთ საოცარი მოვლენა არის. რომელიც არ არის ხო მატერიალური და ხელშესახები შენში შინაგანად ან არის ან არ არის. და რაღაცას გაძლევს ადამიანს ეს რწმენა რა. აი მაგალითად აი ჩემთვის არის რწმენა ძალიან საინტერესო მომენტი სახარებიდან. აი წარმოიდგინე რომ მაცხოვარი არის ჯვარზე გაკრული და აქეთ-იქიდან არის ორი ავაზაკი რა. და უცებ ერთ-ერთი ავაზაკი ეუბნება მფალს რომ აი როგორც კიო შენო დიდებითო დაბრუნდებიო ჩემზეც იფიქრეო. აი წარმოიდგინე ახლა ჩვენი თავი რო წარმოვიდგინოთ რომ ის ვინც გონია ყველაფრის შემოქმედი და ძლიერი უცბად შენთან ერთად ჯვარზე გააკრეს. და იცი რომ ფიზიკურად ისიც მოკვდება და აი როგორ უნდა გიყოს შენ ადამიანს შენს თავში ძალა რომ აი ესეთი ჯვარზე გაკრული მაცხოვრის ირწმუნა. ალბათ ეს არის რწმენა რომ ადამიანს შემოდის და შინაგანად ესე იბადება და შემდეგ ამ ყველაფრის გჯერა. რა თქმა უნდა მე მჯერა რომ შემოქმედი არის ღმერთი და ყველა ამ პროცესში ღმერთი მონაწილეობს. ოთო, იცი რა მინდა გკითხო, კიდევ ერთი შენი ძალიან კარგი უნარი რაც არის, ახლა არ გამოვიდეს ისე რომ სულ გაკეფ, იმიტომ რომ მართლა დიდი ხანია ერთმანეთს ჩვენ ვიცნობთ რომ მაყურებლისთვისაც გასაგები რო იყოს და ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან და გულწრფელად გეუბნები რომ იმდეს გაწუხებ რომ ერთხელაც მეშინია დაგირეკავ რომ რა გამი ითქვა და რაღაც ჩემ ყურმილს აღარ უპასუხო. მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციის უნარი ასეთ დროს ახლობლებთან, იმიტომ რომ ის პაციენტის ახლობელიც გარეთ მოსასწრელში რო იზის, იმას თქვათ პირობითად რომ თქვათ რომ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, აი შეიძლება 1 საათის უკან აუხსნა მდგომარეობა, მაგრამ ის 1 საათი იმ პაციენტის ახლობლისთვის ძალიან იწელება და სულ აინტერესებს რომ აი აბა 10 წუთის მერე როგორ არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მომდევნო 10 წუთის შემდეგ და შეიძლება ეს პაციენტებთან კომუნიკაციამაც იყოს, პაციენტების ახლობლებთან კომუნიკაციაც იყოს ძალიან დამღლელი. აი ამის მოხერხებასაც შენ ძალიან კარგად ახერხებ, რომ ყოველთვის შენს განყოფილებას შემოსული პაციენტების ახლობლები ინფორმირებულები არიან, ამას მოხერხება უნდა ნამდვილად. აი ამის ძალა ეს უნარი როგორ გამოგიმუშავდა ეს რომ მითხრა და აი ამდენ მნიშვნელოვნად მიგაჩნია ის ბიოეთიკური საკითხები, რომლებიც აი ეს გააჭიროებაში მყოფი პაციენტის ახლობლებთან უნდა დაამყაროს ექიმმა, კარგმა ექიმმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, ძალიან ბევრ კონფერენციასაც დავსწრები ვარ, სადაც ამ საკითხებს განიხილავენ და განშიან. მათ შორის ყოფილვარ სხვადასხვა საზღვარგარეთის ჰოსპიტალებში და იქაც მინახავს, როგორ ხდება ეს პროცესი და ამ პროცესის წარმართვა. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი რა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. აი არაერთი ციკლი ეძღვნება ხოლმე ამ საკითხების მოგვარებას, როგორ ვიყოთ ემპათიურები, როგორ გამოვხატოთ თანაგრძნობა. მე ვფიქრობ, რომ ამის სწავლება ძალიან რთული არის, ეს ადამიანს შინაგანად უნდა ქონდეს. შინაგანი ინტელექტის ნაწილია. უნებრივია. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე ჩემში ეს ვთქვათ თვისება ისევ ღმერთთან და ეკლესიასთან ურთიერთობით გამომიმუშავე. აი მაგ კითხვაზე პასუხი სახარებაშია რა. ასე უნება მაცხოვარი დავის მოწაფეებს, როგორც შენ გინდა რომ გექცეოდნენ, ისე მოიქეცი სხვას. ემპათიაც ხომ მაგას გულისხმობს, შენ თავი დააყენო იმის ადგილას რა. აი შენ თუ შეგიძლია თან აიგზნო მისი ტკივილი, მისი სიხარული, მისი ემოცია, მაშინ შენ უნებრივად იპოვე გზებს, რომ ოჯახის წევრებთან ეს ყველაზე რთული პროცესი მოაგვარო რა. კიდე რა მინდა იცი, გითხრა, აი მაგალითად ხშირ შემთხვევაში, როდესაც გადაუდებელ დეპარტამენტში შემოდიან ხოლმე პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაგალითად რაღაცა ნევროლოგიური ტიპის დარღვევები, ხო, მაგ შეიძლება იყოს ინსულტი, შეიძლება იყოს სხვადასხვა მაგალითად გამოხატავენ პაციენტები აგრესიას ექიმების მიმართ ხშირ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში არა, ხო ეს რაღაცა ნევროლოგიური კონკრეტული სტატუსების დროს.
აი ამ დროს ცოტა რთული შეიძლება იყოს, რომ პაციენტი, რომელიც აგრესიას გამოხატავს ექიმის მიმართ, შეიძლება ხელითაც შეგეხოს, ხო, აი იმ მომენტში, რომელიც მისი დაავადების ნაწილია ეს აგრესიის გამოხატვა. აი ამას როგორ უხსნი შენ მაგალითად ახალგაზრდა ექიმებს, რომლებიც პრაქტიკებს გადიან შენთან დეპარტამენტში, ხო, რომ მაგალითად შეიძლება და ეს ნორმაა და ამაში არც სათაკილო სასირცხვილო არც პაციენტის ახლობლების მხრიდან არ უნდა იყოს და ექიმმა ეს უნდა მიიღოს თავის თავზე და სამედიცინო პროფესიონალმა ნებისმიერი აგრესია, რომელსაც პაციენტი გამოხატავს თავისი დაავადებიდან გამომდინარე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეეხე, დიდი მადლობა გიორგი ამ კითხვისთვის. ესეც არის ძალიან მტკივნეული და სენზიტიური თემა. იმიტომ რომ ექიმიც ადამიანია და მასაც აქვს თავის გარკვეული ზღვარი თავმოყრიობისა და თმენისა, მაგრამ ჩვენი სპეციალობა პირველ რიგში სწორედ აი ამ მოთმინებას და თმენის დიდ ვალდებულებას გულისხმობს და გაგებით თუნდაც იმ აგრესიასთან, ესე ვთქვათ, შენი სიმშვიდის დაპირისპირებას, რაც შეიძლება მოდიოდეს სხვა პაციენტებში, რომელიც განპირობებულია სხვა დაავადებებით. არა მარტო ინსულტით, შეიძლება ის იყოს სხვა მედიკამენტის ზედოზირება, სხვა ნივთიერებების ქვეშ იმყოფებოდეს პაციენტი და მან ძალიან დიდი აგრესია გამოხატოს შენზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც მე ურთიერთობ ჩემს მომავალ კოლეგებთან, მომავალ თაობებთან, ამას ხაზგასმით უხსნი, რომ ეს ძალიან დიდ მოთმინებას საჭიროებს შინაგან სიმშვიდეს, გაწონასწორებულობას, დაბალანსებას და იმის გაცნობიერებას, რომ ამ შემთხვევაში ის ადამიანი მოქმედებს არა თავისით, არამედ სხვადასხვა ნივთიერებებზე მოქმედებით, ამიტომ ეს არ უნდა მოიღოთ როგორც პირადი წყენა, პირადი შეურაცხყოფა და მაქსიმალურად სიმშვიდით შევხვდათ ამ ყველაფერს რა. ოთო, ეხლა დაავადებებზე საუბრობდით და რა ვიცი, მე მგონია რომ თითქმის ყველა დაავადება გექნება ნანახი კეთრის გარდა, ხო? აი ძალიან ფართო ასორტიმენტი გაქვს დაავადებების ნანახი. აი შემთხვევა, რომელიც დღემდე გახსოვს, რა იყო? სწორს ამბობ, გიორგი, ეხლა გადაუდებელი მედიცინა ესეთ დარგია, სადაც ნებისმიერი პათოლოგია, ნებისმიერი დაავადება შეიძლება შეგვდეს. დაწყებულია ძალიან ბანალურიდან დამთავრებული ძალიან რთული შემთხვევებით. ეხლა ესე გამიჭირდება, რომ თითოეული ესეთი გამონაკლისი შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ ყოფილა ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც აუზე გული გაუჩერდა და შემდეგ ის აბსოლუტურად გამჯანმრთელებული წავიდა სახლში. ძალიან მახსენდება ეს შემთხვევა, როგორც კარგად დასრულებული. მახსენდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც შეცდომით დალია ერთი მედიკამენტის ნაცვლად სხვა მედიკამენტი, არის ესეთი გულსიზართა სისტემაზე მოქმედი მედიკამენტი, ქვია ვერაპამილი, რომელიც იწვევს ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, გვერდით ეფექტებს, როცა ზედოზირებაზე თან გვაქვს საქმე და გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი გართულებები ამ ბიჭის ორგანიზმში და აიმართა მას ბრადიკარდია და ძალიან ცუდად იყო და აი ამ ბიჭის თვალები არ დამავიწყდება, რომ აიო, რას არ მივცემდიო, რომ აი 9 საათი თუგან დამაბრუნაო, რომ ჩემიო 13 თვის დაბადებული შვილიო არ დარჩეს მამის გარეშეო რა. ეს ესეთი სიტყვები კარგად დასრულდა, გაეწერა სახში და მადლობა ღმერთს, რომ იმისი შვილი მართლა არ დარჩა, ესე ვთქვათ, მამის გარეშე. ეს ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა რა. 24 საათი ჩვენ ყველამ ერთად ვებრძოლეთ სიკვდილს. აი არც მისი ეს ფრაზა, მისი თვალები, სასწარკვეთილი და მავედრებელი თვალები არავის არ ამოვა ჩემი ხსერებიდან რა. მიუხედავად იმისა, რომ აი ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ავუყვეთ ემოციებს და მაქსიმალურად გაწონას პროფესიული სიმშვიდით მივუდგეთ ამ საკითხებს. ჩვენც ადამიანები ვართ. სიკვდილთან როგორ ადაპტირებ? ოთო, აი ყველა შემთხვევას კარგი გამოსავალი არ აქვს, ბუნებრივია მაგალითად, მაგრამ აი ხო სიკვდილი რამდენად ახლოს დადგა შენ ცხოვრებასთან, ყოველდღიურობასთან. იცით რა არის სამწუხაროდ ჩვენ დაავადებიდან გამომდინარე სიკვდილი რაღაცნაირად გაგვიშინაურდა თითქოს, იმიტომ რომ სწორი ბრძანა რომ არ არის ის სპეციალობა, სადაც მარტივი იყოს ამასთან შეგუება, თუმცა ხდება სამწუხაროდ სიკვდილის დადგომა. და ერთხელ მახსენდება ერთ ოჯახის წევრს უთხარი, რომ მეთქი თქო ჩვენ თქვენთან ერთად ვკვდებით მეთქი და თქვენთან ერთად ცოცხლდებით თქო რა. რა თქმა უნდა, თანაზიარები ვართ ხოლმე ჩვენც ემოციურად აი ამ სიკვდილის პროცესში. ხანდახან არის უკურნებელი სენი დაავადებული პაციენტი, ისიც კი ძალიან დიდ ტრაგედიად მიგვაჩნია, მაგრამ განსაკუთრებით როდესაც ახალგაზრდა ადამიანი დგას ამ ყველაფრის უკან, ეს ძალიან ტრაგიკულად აღიქმება ხოლმე ნებისმიერი ჩვენი სპეციალობის ექიმისთვის და რთულია ამასთან შეგუება. თუმცა რას ვიზავთ, ეს ხდება და ეს ამ სპეციალობის განუყოფელი ნაწილია. ხანდახან ჩვენც მარცხდებით.
გიწევს ხოლმე ახლობლებთან აი სიკვდილთან დაკავშირებული კომუნიკაციას პირადად მართავ თუ შენი კოლეგები? გაჩნია დღის განმავლობაში მე მიწევს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ხალის განმავლობაში. ურთულესი არის, გეთანხმებით ამას ეჭირდება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომზადება, როგორი ფორმით მიაწვდი ამას. თუმცა, როდესაც ვიცით, რომ პაციენტი ძალიან კრიტიკულად მძიმეა, მეტნაკლებად ამასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდით ხოლმე ოჯახის წევრებს, რომ ეს არ იყოს მოწმენდილცაზე მეხის გავარდნა რა. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც დგება ეს მძიმე წუთები, ურთულესია რომ გახვიდე და ეს ყველაფერი ემოციის გარეშე უთხრა, ვერ ეტყვი, რა თქმა უნდა, შენს ძალაუნებურად ემოციურად თანაზიარი ხარ ამ პროცესის და ეს შემდეგ აისახება ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენ თელღი გაკვეს. თუმცა ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ვიმუშაოთ და სხვა პაციენტები გადავარჩინოთ დღის განმავლობაში, როდესაც ჩვენი ეს მორიგეობა გრძელდება ხოლმე რა. უყურე, აი ჩვენ სამუშაო პროცესი ვახსენეთ და მე მაგალითად აი სამუშაო პროცესში ნანახი მყავხარ რა, ანუ მაყურებელს რო შთაბეჭდილება გაუჩნდეს, ხო ეს იარი არის ძალიან ბევრი პალატა, ძალიან ბევრი ინდივიდუალური ტიპის პაციენტისთვის განკუთვნილი პალატებია და აი იქ იარში რო ხარ, ვაფშე სულ სხვა ოთო ხარ ხოლმე, საერთოდ სულ სხვა ოთო ხარ. ოთო ამ პალატაში, ოთო იმ პალატაში, ოთო იქ არის, ოთო იქ არის. ყველა პალატაში ოთოა სხვადასხვა იმის დროს. აი შვებულებაზე მინდა გკითხო, კუთვნილი შვებულება რო გაქვს, რას უშვები ტელეფონს, აი თქვათ როგორ ახერხებ დასვენებას, იმიტომ რომ მგონია რომ ასეთი რეჟიმით ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ, ისინი ვერ ისვენებენ ვერასდროს. ანუ დასვენება მათთვის უკვე იმ ფიზიოლოგიაში აღარ ჯდება. ძალიან მტკივნეულ თემაში ეხე კიდე ერთხელ. ხო, აი ოჯახი არ გიხურებს, ასე ვთქვათ, რომ ოთო და გამორთე ტელეფონი. კი, რა თქმა უნდა, თუმცა ჩემი მეუღლე ექიმია და ჩემი შვილიც, მათ შორის მომავალი ექიმია, ტვილდიანის უნივერსიტეტის მეორე კურსი არის ახლა. და ეხლა ისინი მაინც გაგებით ხვდებიან ამას, იმიტომ რომ მათთვის უცხო არ არის ეს ყველაფერი. მაგრამ შენ ხო გინდა შენი თავისთვის რომ რაღაცა დაისვე. რაღაც ადამიანს ჭირდება რომ ცოტა ხნით გამოირთოს და ტრანსფორმირდეს სხვა პროცესში. გჭირდება შენი სიმშვიდისთვის, ფიზიკური ძალების აღდგენისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეხლა მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ხელა სამსახურის ხელმძღვანელობთან. ვერ ვაძლევ ხოლმე ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ტელეფონი გამორთო რა, მათ შორის ვერჩვებულებაში. თუმცა აი კაცრი რეკომენდაციები მაქვს ხოლმე დირექტორისგანაც, ჩემი მეგობრებისგანაც, რომ იცი რა არის, ხა ეს ყველაფერი რისკები დაზღვეულია, დელეგირებულია შენი უფლებამოსილება და წადი რა დაისვენე, მაგრამ კიდევ ერთხელ აი ეს ფრაზა მახსენდება, რომ ჩემი ტვინდან აროს არ გადის ჩემი განყოფილება და პაციენტები რა. ამიტომ ეს საკუთი ისეთი რთული და მტკივნეული საკითხია. როდის შეიძლება რომ დავისვენო და მოვახერხო დასვენება რა. ძალიან ახლობელი, შენი პირადი ახლობელი მძიმე პაციენტი მიგიღია? მიგიღია კი. მოგვიყვები? რა თქმა უნდა შემიძლია მომიყვეთ. ეს იყო ჩემი ბიძა, მამა და ჩემის მეუღლე. ჰემორაგიული ინსულტი დაემართა და ისე მოხდა რომ მე გადავიყვანე მარტივ ცუნთქვაზე და ძალიან ისე მახსოვს ეს მტკივნეულად, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბიძა იყო ეს ჩემთვის. დიდი ამაგი აქვს, დიდი სიკეთე აქვს და ნამდვილად არ ვისურვებდი რომ ესეთ ამპლუაში კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყავი, რთულია ძალიან. ალბათ ჯობია რომ ახლობელ ადამიანების შემთხვევაში სხვებმა გადაწყვიტონ ეს საკითხები და არა შენებოთ იქ სხვა გამოსავალი არ იყო, მე ვიყავი პასუხისმგებელი ექიმი და უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება რა. სხვა შემთხვევაში ალბათ ჯობია რომ სხვა შენმა კოლეგებმა დაგაზღვიონ და შენ ახლობლებთან ემოციური კავშირი ვისთანაც გაკავშირებს გაერიდო ამ პროცესს და იყო მხოლოდ გულშემატკივარი და არა უშუალოდ პროცესში მონაწილე. ის პაციენტები, რომლებიც გამოჯამრთელდნენ და დატოვეს იარი, იმათ ნაკლებად ახსოვ ხარ ხოლმე. ხო, იმიტომ რომ მე გადამისაბართებიან სხვაგან ყოფილებაში ის უშუალოდ უფრო მეტად, თქვა თუ ქრონიკული დაავადება აქვს, მუდმივ მასში რჩება იმ კონკრეტულ ექიმთან და ასე შემდეგ და შენი როლი თითქოს ხოლმე პაციენტებს ნაკლებად ახსოვთ. აი ძალიან ძიმედ რო არიან, მე ავიწყდებით. წqins ამაზე ეს წqins თუ არ წqins. იცით რა არის? არა, იმიტომ რომ ზოგიერთ მათგანთან სხვათა შორის მაინც მაქვს ისეთი ურთიერთობა და ძალიან ბევრს მოუკითხი ვარ გაუგია ის შესაძლებლობას აგივიწყებს. კი, რა თქმა უნდა, აი ხა ეს ჩვეულებრივი პროცესია. თუმცა ერთი
ერთი ესეთი შემთხვევა მახსენდება, კოვიდების დროს მაშინ როდესაც მთელი ეს ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადაიტვირთა და კოვიდ ჰოსპიტალებს უკვე აღარ ქონდათ ადგილები, ჩვენს გვიწევდა მიღება ამ პაციენტების. და მივიღე ერთი 60 წლის მამაკაცი, სხვათა შორის ცნობილი რითი გახდა ეს ადამიანი, რომ მისმა შვილმა არაჩვეულებრივი წერილი დაუტოვა პალატაში. მამა გთხოვის უნთქე, მე ძალიან გავრცელდა ის და ერთგვარი ინსპირაციად იქცა ყველა კოვიდით დაავადებული პაციენტებისთვის. ძალიან ემოციური წერილი დაუწერა მისმა გოგონამ და თხოვდა მამას, რომ ეს უნთქა მათთვის, მისი შვილებისთვის, მისი შვილიშვილებისთვის და როცა ამ კაცმა ეს წერილი წაიკითხა, იპოვა თავში ძალა და რწმენა, რომ ებრძოლა საშინელ დაავადებასთან. 21 დღის განმავლობაში ის სიკვდილს ებრძოდა და მე გადარჩა და სხვათა შორის ხუმრობით უთხარი, რომ ეხლა თქო ჩვენ ესე დავმეგობრდით თქო, რომ უნდა დაუნათესავდეთ თქო და იცი რა, მე უკვე შვილიშვილები მყავს და თუ კიდე ახალი შვილიშვილიო მეყოლებაო, უნდა მონათლო და მოხდა ისე მართლაც რომ მონათლე გოგონას შეეძინა პატარა მოსებიჭი დაიბადა და როგორც მე მოუნათლე და დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა და მინდა აქედან კიდე ერთხელ მივესალმო თქვენი ეთერის საშუალებით და ესეც ხდება ხოლმე რომ მე მეგობრობაში და ნათესობაში გადაიზრდება ხოლმე ეს ურთიერთობები რა. გასაგებია. ოთო, შენ ხა კავკასიის მედიცინის ცენტრში რამდენი ექიმი ხართ და აი როგორი მორიგეობით გიწევთ მუშაობა, ანუ რამდენჯერ ათენებ ღამეს, რამდენ ღამეს ათენებს კვირის განმავლობაში შენი ექიმი. და ეგთან ექნებიც არ დაგვაუწყდეს, იმიტომ რომ მათაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. მადლობა რომ ეგ არ დაგავიწყდა, იმიტომ რომ ჩემი დიდი პატივისცემა ამ საზოგადოებას გადაუდებელი მედიცინის ექიმებს და ექნებს, რა თქმა უნდა. ეგენი თქვენ საერთოდ ბოდიში ამ ცოტა სლენგს ვიხარ სხვა კასტა ხართ ექიმებისგან, იმ ექიმებისგან განსხვავებით თქვენ მაინც განსხვავებულები ხართ. ხო, რაღაცნაირად განსხვავებულია, კი გეთანხმები, თავის სპეციფიკა აქვს ამას. არა მარტო ჩვენთან სოფლიოში ესე არის. ეს არ არის ახალი, არ არის ქართული ფენომენი, სოფლიოში ესე არის. ჩემთან ესე იგი მორიგეობაში არის ორი ექიმი, ორი უმცროსი ექიმი და ექნების ძალიან კარგი გუნდი. და ძირითადად მაინც მაქსიმუმ ეს არის 8 მორიგეობა, რასაც მორიგეობს ერთი ექიმი თვის განმავლობაში. ექნებზე მინდა 2 სიტყვა თქვა, რომ ეს ძალიან საპატიო და საფასურისგებლო სპეციალობაა და ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენცია, რომ ძალიან დიდი დეფიციტი არის ამ დარგის მედების მხრივ. და კიდევ ერთხელ მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ და გამოვხატო სოლიდარობა და მინდა მქონდეს ძალიან კარგი მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ და მეტწილად დაფასდება ამ ადამიანების ტიტანური შრომა. და ეს დეფიციტი ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება მათთვის ხელსაყრელი სამუშაო პირობების შექმნით და დამერწმუნეთ ვერც ერთი დიდი პროექტი ვერ განხორციელდება ექნების გარეშე. განსაკუთრებით გადაუდებელ და ურგენტულ შემთხვევებს რაც შეეხება რა. იცი რა მინდა გითხო, დამშვიდობების რამე განსხვავებული დამშვიდობება ხომ არა გაქვთ თქვენ ER-ის სპეციალისტებთ ერთმანეთთან, როდესაც ერთი მორიგეობას ასრულებს და მეორე ამ მორიგეობაში შემოდის. იცით რა არის, არც ესე იგი არის ოფიციალური გადაბარების პროცესი. ხო, მაგრამ არაოფიციალურ ნაწილს გეკითხები. ხო და არაოფიციალური გადაბარების პროცესი არის ხოლმე გავდივართ ხანდახან გეზოში და რამდენიმე ესეთ საინტერესო სახუმარო შემთხვევას მოვიგონებთ ხოლმე რომ გავამხნევთ ერთმანეთი. და წესით ხე ჩემი სამუშაო საათები მთავრდება სადღაც 7:30-ზე და ღამის 11-ზე ჩემი ექიმები გამახსენებენ ხოლმე რომ იცი რა ხვალ უნდა მოხვიდე ესეო. ოთარი ექიმო და იქნება წახვიდე ხა ცოტო ხარ თორე მართლა ოჯახშიც ალბათ გააქვს საქმეები გასაკეთებელი და ხო, მესმის ძალიან რთულია. თან კიდევ ერთხელ უფრო შერო ხარ განყოფილებაში, მე პირადად თუ ჩემი ვინმე ხვდება ხოლმე მაგ დროს განყოფილებაში ყოველთვის ძალიან მშვიდად ვარ. და ეს ძალიან შენ მართლა ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი ხარ, ამას აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ზოგადად ეს პოდკასტი ოთო არ იქნება რაღაცა ტიპის გაპრანჭული პოდკასტი და აი რაღაცეებზე რომ აი ზედმეტი დიდი რამბები უთხრა ადამიანს. ესე აქ არ მოხდება. ეს იქნება პოდკასტი, რომელიც ადამიანებს დაეხმარება, რომ ექიმებიც გაიცნონ როგორც ადამიანები იმ სიტუაციებში, როდესაც თეთრ ხალათს იხდიან და თეთრ ხალათის
ჩვეულებრივ სამოში არიან, ხო? იმიტომ რომ ამ ექიმებსაც გტყივა, ხო? ექიმებსაც თავისთვიანი ემოციები აქვს და იმ სამსახურის მიღმა არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება და ძალიან ძნელია ექიმობა და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა ჩემი შეხედულებით. და რა ვიცი, მგონი არა, სამარტო ჩემი შეხედულებით. არ ვიცი რა გკითხო, კულტურალ გეუბნები ამას დავტოვებ, ხო? აი რაღაცნაირად მინდა რომ რეზიუმირება გავუკეთოთ ამ ჩვენ საუბარს. ისევ ექიმი იქნებოდი, პროფესიის არჩევა შეგეძლოს? ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე რა. აი რომელ პროფესიაში შეიძლება მომესინჯა ჩემი ესე ვთქვათ შესაძლებლობები არის ალბათ პილოტი. აი ეს აფრენის და დაფრენის პროცესი ძალიან გავს ძიმე პაციენტებთან მუშაობის პროცესს რა. სადაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე აბარია დავუშვათ იმ პილოტს, რომელმაც ეს ფილიგრანული სიზუსტით უნდა დასვას ის თვითმფრინავი და ააფრინოს და ასევე ექიმს, განსაკუთრებით გადაუდებელი მედიცინის ექიმს და იმ დარგებში მომუშავე ექიმებს, რომლებსაც რთულ შემთხვევებთან უწევთ გამკლავება. ხო და ალბათ შეიძლება და მეფიქრა რომ გამოსულიყავი მფრინავი რა. აი ამაზეც მიფიქრია არაერთხელ. სხვა სპეციალობაში გამომდინარე ჩემი ასე ვთქვათ თვისებებიდან, ჩემი შეხედულებებიდან და ჩემი გაქანებიდან ალბათ არც მოვსინჯავდი ძალებს რა. ალბათ ისევ ამ სპეციალობის გარშემო ვიტრიალებდი ექიმობა ან გამოსულიყავი მფრინავი. მადლობა და ეს შეცდომა ახსენე, შეცდომა ალბათ ყველას მოსულია და თუ გაიხსენებ, თუ მოგსულია შენ შეცდომას და როგორ რა თქმა უნდა. ისევ სახარებისეული სიებზნე რომ არა არის კაცი რომელიც ცხონდეს და არასწოდოს, არ ასნიშნავს, არ არსებობს ადამიანი ისე იცხოვროს, რომ შეცოდება და შეცდომა არ დაუშვას, ხო? რა თქმა უნდა დამიშვია შეცდომა, რა თქმა უნდა დამიშვია და ძალიან ხშირად ფიქრობ ხოლმე აი ამ დაშვებულ შეცდომაზე, რას შევცვლიდი, როგორ გამოვასწორებდი და სხვათა შორის აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს ეს კულტურა, რომ აი ამ შეცდომების რაღაცა ფორმით გაზიარება უნდა მოხდეს ხოლმე კოლეგებთან, იმიტომ რომ ესე იზრდება სხვათა შორის სამედიცინო საზოგადოება და ეს კულტურის ნაწილი არის. ეს კულტურის ნაწილია და მე, როდესაც პირველად ერთ-ერთ ძალიან საინტერესო კონფერენციას დავესწარი, იქ იყო საუბარი ერთ-ერთი დიდი ამერიკული ჰოსპიტალის ექიმების შეცდომებზე. და მე მივხვდი, რომ რაღაცნაირად ახალი კულტურა ინერგებოდა ჩვენ ცნობიერებაში და სწორი არის ესე უნდა იყოს რა. შეცდომა არ უნდა აღვიქვათ როგორც ერთმანეთის სისუსტე. ეს არ უნდა გამოვიყენოთ რომელიღაც ადამიანის ესე ვთქვათ დისკრედიტაციისთვის. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ესე ღიად საუბარი ჩვენ საზოგადოებაში და ამისი ანალიზი დიდწილად მე განაპირობებს შემდგომი შეცდომების პრევენციას და თავიდან აცილებას. და ესეც არის რეალურად, რომ ბევრი შეცდომები რაღაცა ეტაპზე აცილებადი იყო, ხო? ამას ყველაფერს ითვლიან დღეს, ყველაფერი გაზომბადი არის. და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჰოსპიტალს აქვს პაციენტების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაცია JSCI, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულატორია. და სანამ ჩვენ ამ აკრედიტაციას ავიღებდით, იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი და ერთ-ერთი დიდი ესე ვთქვათ ნაწილი დაეთმო სამედიცინო შეცდომებს და მათ პრევენციებს. და აი ძალიან საინტერესოდ იყო იქ წარმოდგენილი, როგორ ხდება ამ ყველაფრის თავიდან აცილება და პრევენცია და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამის გარეშე არ არსებობს მედიცინა, თუმცა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მინიმუმამდე დავიდეს, რომ ადამიანის შეცდომები პრაქტიკულად გახდეს ნულის ტოლი. აი შემიძლია გითხრათ ჩემი გადმოსახედიდან. ხო და მართალია რომ შეცდომა ყველას მოსწრის და ეს შეცდომები არ უნდა დააკომპლექსოს ადამიანი, ხო ამ შეცდომები, ის შეცდომა ერთი შეცდომა ექიმს რომ მოვა, ის მეორედ ამ შეცდომას უკვე აღარ გაიმეორებს და ესეც არის ერთგვარი პროფესიონალიზმის ინდიკატორი, რომ არ ჩავიკეტოთ ამ ჩვენ შეცდომებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ოთო ექიმო. შენ ხარ ძალიან კარგი ადამიანი პირველ რიგში, ძალიან კარგი ექიმი და ხო, დავემშვიდობოთ მაყურებელს პოდკასტ ექიმი მიკროფონთან. სტუმარი იყო, მიკროფონთან იყო ოთარ დიხამინჯია, კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მადლობა შენ ამისთვის. მადლობა გიორგი. მომდევნო პარასკევამდე დავემშვიდობებით მაყურებელს. დიდი მადლობა.